რუსთავის მერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილ პროექტს ჭალის ტყეების აღდგენა განაშენიანებას იწყებს. უკვე შეძენილია 10,000 ძირი ენდემური ხემცენარე. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის სპეციალური ტრენინგები ტარდება. მოხალისეებმა 300 ძირი ხემცენარე პროფესიონალ ფლორისტებთან ერთად უკვე დარგეს და სერტიფიკატები მიიღეს. რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტი მიზნად ისახავს რუსთავის მთავარი ეკოლოგიური რესურსის აღდგენას და ის გარემოს დაცვითი ფონდიდან ფინანსდება. აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღეს ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ, დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდის მხრიდან სამინისტროსთან ერთად მუშავდებოდა. საინფორმაციო შეხვედრა გქონდა, სადაც ახალგაზრდებმა პრაქტიკაში ნახეს, როგორ უნდა გავაგრძელოთ ჭალის ტყის აღდგენა იმ ნერგებით, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და ძალიან მალე სისტემურად დავიწყებთ ჭალის ტყის აღდგენის პროცესს. დაიწყო რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა, რომლის პროექტი მოამზადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რუსთავის მერიამ ერთობლივად. მსგავსი პროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არის მნიშვნელოვანი და მომავალშიც გააგრძელებს, იმიტომ რომ ეს არის მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. რუსთავის ტყეჭალაში დაიწყო 300 ძირი ხემცენარე ახალგაზრდებთან ერთად. აღნიშნული პროექტი გაგრძელება მომავალ წლის გაზაფხულში, რაც ჯამში ტყეჭალაში 10,000 ძირის ხის დარგვას მოიცავს.